მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები. დღეს შემოვედი ესეთი თემით, რას გვეტყვის ყავა, თქვენს ურთიერთობაზე და რა სიტუაციაშია პარტნიორი, ხო? მოდი ესე ვთქვათ, მამაკაციც და მანდილოსანიც. მე რომელიც ანთელიც მინდოდა არ დაინთო, ძალიან დიდი ნეგატივია. ან თქვენ უშვებთ ისევ უკან ნეგატივს და არასწორად იქცევით რიტუალის მერე, წმენდების მერე, ან არ ვიცი რა ხდება, მაშინ რო არის ვენებს ეშმაკი ვიცი, მაგრამ ესე რომ ძვინვარებდეს ნეგატივი, რა ვიცი, აი. საჭირო იყო ალბათ ეს რო ჩამეწერა, იქნება პატარა წმენდა. ჯერ გავარკვიოთ რა სიტუაცია, ჩაიფიქრეთ პარტნიორი. ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ, ჩამოლამაზებო, გოგოებო და ბიჭებო, რომ სხვებმაც ისარგებლონ. რა ხდება აბა ერთი მის ცხოვრებაში? იმპერატრიცა ამოვიდა, ეს თქვენ ხართ, იმპერატრიცა შეძლებული ქალბატონი ხართ, ასევე რასაც დაისახავთ აზრად და მიზნად, შეძლებთ და ბევრი შეგძლებიათ ცხოვრებაში, შორს იხედებით, გასაგებია, ეს გოგოები დაჯდა ეხლა. მაგრამ რა არის, იცით, და ან შორს არის ადამიანი, ან აქ უკვე განქორწინება მოხდა, მაგრამ კიდე გაქვთ იმედი, რომ დაბრუნდეს, ან თქვენი მანდილოსანი ბიჭებო სხვაგან ცხოვრობს, თქვენ სხვა ქვეყანაში ხართ, აქ არის სრული დაცილება, სრული გადასვლა, მიხვდით ხო? აქ კიდე არის რომ ესე იგი კი, აქ არის манипуляция, იმიტომ რომ ეშმაკი ამოვიდა, იყო აქ ჩარევები, იყო აქ განახლება, მე მინდა გითხრათ, იცით რა, ან ძალიან დიდი ხნის დაშორებულები ხართ ერთმანეთს და აკეთებთ მოზიდვებს. მე ხო ვამბობ ხოლმე, რომ ვინც 8 თვეზე მეტი, მაქსიმუმ წელიწადზე მეტი დაშორებულია, თქვენ ერთმანეთს აღარ ეკუთვნით და აღარ გაქვთ ერთი არაფერი, აღარც სულიერება, აღარც ფიზიკურება, აღარაფერი, აღარ ეკუთვნით ერთმანეთს თქვენ. მოკლედ ეს ამოვიდა, რომ აუცილებლად უნდა გაუშვათ ეს ადამიანი, გოგოებო, ბიჭებო, გაიგეთ და უნდა მოემზადოთ ახალი ცხოვრებისთვის, ახალი სიტუაციისთვის, სამყარო გეუბნებათ და დარიგებას გაძლევთ, რომ თქვენ თვითონაც შეიცვალოთ თქვენი რაკურსი ცხოვრებაში, ვისაც გადასვლა გინდათ, გადადით, გამოგივათ, ვისაც გინდათ, რომ დააღწიოთ აი ამ ადამიანს, манипуляტორს, ხელის შეხება, აქ ცუდი სიტყვებია, აქ შეურაცხყოფებია, მე ვხედავ, ნამდვილად იყო და დააღწევთ თავს ამ პიროვნებისგან, გამგები გაიგებს, ვისაც რო გინდათ დაივიწყოთ, ხო, მე მაქვს რიტუალები, ადამიანის დავიწყება, პარტნიორის დავიწყება, თავიდან ამოგდება, რომ ესე იგი აქ დაივიწყოთ და დაშორდეთ ისე, რომ ტკივილი არ მოხდეს თქვენსა და მის შორის. მიხვდით ხო, ისე აი ადვილი და წყნარი ჩამოშორება იქნება ადამიანის აუცილებლად უყურეთ. აქ სერიოზული ნეგატივი, აქ არის შავი მაგია, ახალ ცხოვრებას გაძლევთ, გოგოებო, ბიჭებო, იმიტომ დამეწყო მე ეს ყელის ჩაკრა, ჩაკეტვები, არ არის კარგი სიტუაცია, მიხედეთ თავს, ნახოთ მერე აბა ფინჯანი რას იტყვის.
აბა კიდე რა ცხოვრება თქვენს პარტნიორს რა ხდება მის ცხოვრებაში. ნუ უყურეთ იმპერატრიცა და მეფე კვერთხები. ძლიერი პიროვნება ხართ მამაკაცებო, გოგოებო, ძლიერი პიროვნება ამოგდით. ცეცხლი მოკლედ რა, ცეცხლის ის დაჯდა თანავარსკვლავედი და ასევე როგორ არის იცით, შეიძლება განახლებული ნაბიჯებით წამოვიდეს. აი აქ უყურეთ ინტერნეტი. აქ პირველ ვარიანტზე აქ ბლოკები დადგა და დაბლოკეთ. აქ ბლოკებია სულ. არ გამოგადგებათ ეს პიროვნება, ახალ ცხოვრებას გაძლევთ სამყარო და გაითვალისწინეთ. არ არის აქ კარგი სიტუაცია. აქ კიდე ამოდის იგივე მამაკაცებო თქვენზეა რომ ვიღაცა გოგონა მოგწონთ და შეიძლება ინტერნეტით ათვალიერებთ ან შორს ხართ და ან შორს წასვლა გინდათ მასთან ერთად შეხვედრა გინდათ ყველა ვარიანტში იქნება უყურეთ იმოქმედეთ რასაც ფიქრობთ კარგად ფიქრობთ შეუძლებელი არაფერია ასევე გოგოებო თქვენც ახალი მამაკაცია ან განახლებულად მოდის თქვენი მამაკაცი და მოკლედ ახალ გაცნობასაც და ახალ პიროვნებებსაც განვიხილავ. აი ესე დაჯდა მეორე და მესამე ზოლი ვნახოთ აბა მეორე მესამე ზოლი რა ხდება აბა იცით რა არის აქ ადამიანი უფრო ამოდის გოგოც და ბიჭიც თანხებთან არის დაკავშირებული მატერიალური მხარის მოგვარება აქვს რომელიც ძალიან მალე მოგვარდება შეიძლება საქართველოში ჩამოდის ან გოგოებო ქალი ბატონებო თქვენ ჩამოდიხართ ხო აქ სწრაფი მოქმედება ხდება აქ არის რომ აი ვიღაცას ეშინი ან გისურვებთ კი აი ძინავს ესიზმრებით იღვიძებს თქვენზე ფიქრობს რომ ეს თქვენ რაც მიაღწიეთ აქ უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვა ამოდის კი შეძენა და კიდე წინსვლა გაქვთ ხო მატერიალური ხო აი შურთ კიდეც აი მამაკაცებსაც და ქალბატონებსაც რომ ურთიერთობას განვიხილა ვიცით რომ შეიძლება პარტნიორს შურდა და აღარ ახართ ერთად ან ხართ და მაინც შურს მიხვდით ხო შეიძლება ჯერ ვერ ატყობთ თქვენ და თქვენი ეს გაღატაკების სურვილი აქვს იცით გაღატაკების სურვილი აქვს მინდა გითხრათ აბა ვნახოთ ну ათიანი ხმლები და დედოფალი ხმლების უკვე რა არის იცით აქ მეუბნებიან ამ ვარიანტზე რომ მოგბეზრდათ ლოდინი მოგბეზრდათ აი ესე იგი როდემდე იბრძოლებ ხო როდემდე აი მტერო და დამანებე თავის შემეშვი ხო გზებს რო გიკეტავენ და აქ ამოდის დაგაშორეს აქ ამოდის ნერვიულობთ აი გინდათ დავიწყება და ვერ ივიწყებთ ხო ესეთი სიტუაციები ამოდის ყველაფერი გამოშვებულია თქვენსკენ აი საშინელი სიტუაციები ამოდის იმიტომ რომ თავშივე ეშმაკი დაჯდა მე ამ ეშმაკს ესე ამოვწევ იდოს რომ განეიტრალდეს კარგით მოდი აბა ამ სიტუაციას მე ესე ჯერ დავტოვებ და ეხლა მივხედავ აი ამ სიტუაციას ჩამოკარგებო ну ხო ვთქვი აი გზები წასვლები წამოსვლები აუცილებლად იქნება ერთი ორ თვეში შეიძლება აგვისტო სექტემბერი აი ესე ამოდის რასაც არ ელოდებით ის მოხდება ანუ გაკვირვება გაქვთ რა აი ადამიანი რო განგაცვიფრებთ ხო აი სერიოზული კარგი შოკი გექნებათ ზოგს გექნებათ ისეთი სიტუაციები შეგხვდებათ გზების ჩაჭრა მიხვდით ხო მაგრამ რა არის იცით თქვენ აი აქ თავში გაქვთ წმინდა მარიამ ღვთისმშობლის სილუეტი ამოვიდა გოგოებო ბიჭებო და ილოცეთ არ შეწყვიტოთ იმიტომ რომ ეს ეშმაკი გებრძვით უყურეთ აქ გებრძვით ეს ეშმაკი ტყუილად არ ამოვწიე ხო აბა ვნახოთ ეხა ჩემო გოგოებო და ბიჭებო ну დიდი დანაკარგი იყო იმიტომ აი აქ ხო ხედავთ იყო აქ ბლოკებიც იყო ნამდვილად აი აქ გადასვლა გადმოსვლა იყო მაგრამ რა არის იცით
აქ არის გამოყენებული ისეთი ნეგატივი თქვენზე, რომ დაშორებულიყავით ურთიერთობას განვიხილავ ხოლმე ხა პარტნიორის, ხო, გოგოებო, ბიჭებო, ხო? სამ-სამკუთხედში ხართ გასული, თითქოს ბერმუდის სამკუთხედშიც გაგაძვრინეს, ხო? აშენებდით სიტუაციას, გეგმებს აწყობდით, აი ლაღად იყავით, კარგად იყავით, აი თქვენ ერთმანეთის, აი თქვენი მამაკაცის მხრებზე ზიხართ, ანუ ეს რას ნიშნავს? აი სანთელმა კიო, ნახეთ, ანუ დახმარებას ნიშნავს, მიხვდით, ხო? გვერდში დგომას ნიშნავს და უცებ ბრახთ, აი ეს ყველაფერი, რაც ააშენეთ, ყველაფერი ჩამოგენგრათ. აქ შინაურია, გენაცვალე შინაური იმაშვრება აკეთებს ახლობელი, საერთო ახლობლებიც გყავთ შეიძლება. აქ ამოვიდა კაზიონდომს რო ეძახი, აქ ამოვიდა ან იურისპრუდენციის შენობა, პარლამენტიც განვიხილავ, ადვოკატურა, აი ზე ძალები მიხვდით, ხო? ადამიანური ძალები უფრო სწორედ ესე გაიგეთ. აქ მაღალ თანამდებობებზეა გოგოებო, თქვენც ხართ რამოდენიმე აქ მაღალ თანამდებობაზე, საერთო მეგობარი ხართ და ყავთ ნათესავებიც კი და შეიძლება აქ ამოვიდა ახლა ფარული ურთიერთობა, მიხვდით, ხო? და არ გამოდის რომ აი თითქოს სირცხვილი, აი რა გცხვენიათ თითქოს რომ გაიგონ, გამჟღავნდეს ეს ურთიერთობა, მიხვდით, ხო? აი ზუსტად, აი აქ ამოვიდა, აი ეს იგივე ინტერნეტი რა არის, ხო? ფარული ჩუმი ურთიერთობა, აი ეს ამოვიდა ზუსტად. ძალიან კარგი, რომ ესე დაჯდა. ხო, აქ ნამდვილად ესე იგი მე რომ მყავს ჯადოქარი, აი ის დაჯდა გენაცვალეთ, ზიანდა, ესე იგი აკეთებენ, აი რაღაცას ხარშავენ, მიხვდით, ხო, რომ ბედი არ გაგეხსნათ, მაქვს მე რიტუალი ბედის გახსნაზე, გოგოებო, ბიჭებო, სასწრაფოდ უყურეთ, თავზეც კიდე თავი გაიწმინდეთ. რა არის, იცით, აქ გზაჯვარედინზეა გაყოფილი თქვენი პარტნიორის სიტუაცია, აქ შეხვედრები იყო და კიდე იქნება, მაგრამ რა არის იცით, აი რაღაცა უკვე თქვენ აღარ მოგეწონებათ, იცით, გოგოებო, ბიჭებო, თქვენი პარტნიორის აღარ მოგეწონებათ და მიხვდებით, იცით, გასაშვებია ის ადამიანი თუ დაიტოვოთ და უყურეთ, აი აქ ახალი ურთიერთობა, აი ეს ახალი ურთიერთობა გეძლევათ და ნახეთ, როგორ ლაღად იგრძნობთ თავს, ლაღად, აქ აი მიატოვეთ, მიხვდებით, მიატოვოთ თუ გახვიდეთ, მიხვდით ერთად. ხო, აქ არის და სამ დროში, სამ რიცხვში, სამ დღეში ვიღაცის დაბადების დღე გილოცავთ, აღნიშნა იქნება. იცით რა არის, სუფრა ამოდის და თქვენ და თქვენი პარტნიორი მოხვდებით აქ, თითქოს ან პარტნიორი, აი როგორ იცით, რო არ ელოდებით რაღაცას, ისეთი კარგი რაღაცა მოხდება, ახალი ამბები, აქეთ გაიწმინდა უკვე ურთიერთობები, აქეთ ვინც უკვე დიდი ხანია ჩემს რიტუალებს უყურებთ, ძალიან ესე იგი წინ წასვლა გაქვთ, პარტნიორის დაბრუნება, შერიგება ამოდის. აქ ეხლა ისეთი სიტუაციაა, რომ თვითონ იცით რა არის, აგერ ვაშლებზეა წარსულში გაკეთებული პარტნიორებზე, აგერ იმაზეა მარწყვზე, ხახვზეა გაკეთებული, ნუ გაციებაზეა და ასე შემდეგ, მაგრამ ამოძრავდა, აქ ხედავ მე რამოდენიმე პროცენტი ამოძრავდა და ძალიან მიხარია და აი ამას გეუბნებით უყურეთ, აი უყურეთ, თქვენ შეიძლება ყოველთვის გოგოებსაც და ბიჭებსაც ისეთი პარტნიორები გხვდებოდათ, რომ ესე იგი აი ან ფინანსურად ძლიერი იყო, ან იყო ძალიან ლამაზი, შეხედული, გოგოც ბიჭიც მიხვდით, ხო? და აი ესეც კი შურს თქვენს ახლობელ თანამშრომლებსაც და ასე შემდეგ, არ გამოვრიცხავ. აქ საზღვარგარეთიდან უცხოელი პიროვნებები ამოდის, ორი პიროვნება, რომელთანაც საუბარი გქონდათ და ეხლა ფიქრობთ კიდე გააგრძელოთ თუ არა, მაგრამ რამდენიმე პროცენტს გქონდათ, გოგოებო, აქ მოტყუება იყო, რაღაცა ფინანსებზე იყო, აი ზუსტად ფინანსური კრახი რო განიცადეთ, გეგონათ რომ აგერ ბედი გეწვიათ სწრაფად და გაგიღიმათ და აქაც მოგატყუეს. აი არის
ტყუილზე და აფერისტებზე და თაღლითებზე რიტუალები ჩართეთ უყურეთ. მოკლედ იქნება შეხვედრა, ახალი ნაცნობობაც კი განვიხილავ. აი თქვენ ჰაერის ნიშანი მიფიქსირდება ქალბატონები, ან ესეთი ძლიერი ხართ და შეიძლება მიხვდით და საზღვარგარეთ, აი ან უკვე ხართ და ან წასვლას აპირებთ, ან ჩამობრუნებას აპირებთ, მიხვდით ხო? გაძლიერდით და თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა გამოხვიდეთ, უკვე ტვინი გაგეხსნათ გაწმენდებისგან და ან დააღწევთ თავს ცუდ სტრესულ ურთიერთობებს და გამოდიხართ და ან კი არა ნამდვილად და ახალ პარტნიორს შეიძენთ მეუბნებიან ახალ პარტნიორს, აი გასაღები, ნახე გზა შუაში გასაღები, კლიტეები გაგეხსნათ კლიტეები მეგობრებო. ესეთი სიტუაცია ამოდის. კი, ამოდის ნამდვილად დრაკონჩიკი, აი ესეთი აქ როა დრაკონჩიკი ნამდვილად და გექნებათ იცით როგორი სიტუაცია, აი ჯანმრთელი სიტუაცია, აი სისხლისფერის სიყვარულს რო ეძახიან, მიხვდით ხო, ახალი განახლებული ურთიერთობები, გოგოც ბიჭიც, მიხვდით ხო და აი აქ მეუბნებიან ბიჭებო რომ თქვენ მარტო ელოდებით და ეს ელოდინით ხო მერე სხვა ლამაზ და ჭკვიან მანდილოსანს ხო არავინ არ დატოვებს და თქვენ აგაცლიან ხელიდან და შენაძენია გაინძერით შენაძენია აქ ორსულობა მოდის აქ ჩახუტება ჯვრის წერა ისევ სახლი გაერთიანება აი სახლის ერთ ჩაქუჩი გიჭირავთ აი რაღაცას გადაწყვიტავთ მიხვდით ხო გადაწყდება თქვენ ურთიერთობაში ბოლოს და ბოლოს გადაწყდება ნახოთ აბა რა გადაწყდება აი ამ სიტუაციიდან აბა რა გადაწყდება აჰა მეფე პენტაკლი ნამდვილად გადაწყდება კი უყურეთ ფინანსური მხარეც ეს აშენებაც რასაც აქ აშენებთ მიხვდით ხო აი აქ რასაც აშენებთ ნამდვილად გადაწყდება აი რამხელა სიძლიერე გაქვთ გოგოებო ბიჭებო ნახეთ ერთად ჩამოყალიბებული პენტაკლებზე მოგდებთ და ნახეთ რამხელა სიყვარული ამოვიდა უყურეთ აი თქვენი სიყვარული ნამდვილად გექნებათ ეს გარღვევა გექნებათ აი ამდენი ტანჯვის და გაუგებრობის მერე ნამდვილად გოგოებო ბიჭებო აქ წყვილი დამიჯექით უკვე ძალიან გამეხარდა აბა გავაგრძელოთ ნუ უსასრულობიდან გამოდიხართ ბევრი გაურკვევლობიდან გოგოებო ბიჭებო და ცხრიანში გადიხართ ესე იგი ასრულებთ გიმთავრდებათ რაღაცა პერიოდი უნდა გაგევლოთ თქვენ ცხოვრებაში მიხვდით ხო აქ მეუბნებიან რომ ერთი ეს უნდა განვიხილო წეღან ვაკვირდებოდი და არ მეჩვენება ნამდვილად ასეა იცით რატომ აქ ამოვიდა ურთიერთობა რატომღაც დაქორწინებული მეჩვენება ეს ბიჭი დაქორწინებული გოგოებო აბა თუ ვინმეს გაქვთ მაინც განვიხილოთ ხო ეს აი ეს სიტუაცია ძალიან გამეხარდა ძალიან წინსვლა გაქვთ ჩამოყალიბება და საჩუქრები გახარება ერთად წასვლა გინდათ წახვალთ იმოგზაურობა გინდათ იმოგზაურებთ საზღვარგარეთსაც მიჩვენებს მიხვდით ხო გადაანაწილეთ თქვენ თავზე აბა აი ეს ცოლიანი მამაკაცი კი და თქვენ ზიხართ და ელოდებოდით და რა სიკვდილის არხანგელი დაჯდა დამთავრდა თქვენი ურთიერთობა ან გატყუებდათ ან კი არა გატყუებდათ გოგოებო და თქვენ იმედები თქვენი ემოციები თქვენი ენერგეტიკა თქვენი ენერგიები სულ შეჭამა იცით რა არის ეს პიროვნება სხვათა შორის რიტუალებს გიტარებდათ გოგოებო თქვენ აი აზრზეც რო არიყავით და თქვენი სხვა ქალები ან გოგოების აპერნიცები გეგონათ არა ეს მამაკაცი აი რატომ მივაქციე ყურადღება მიმაქცევინეს სამყარო მადლობა ანგელოზებო უყურეთ ეს ბიჭი ეხლა ზის და ბუმერანგი მიუბრუნდა ნუ სადღაც ესე მაქსიმუმ 45 წლამდე მაქსიმუმ მეტი არა ბუმერანგი მიუბრუნდა იცით თქვენ და
თქვენ მერე შეხვდით, კაი დაშორებულები იყავით, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, კი, აი ეშმაკიც იმიტომ აქ ზის, კაი დაშორებულები იყავით, მერე манипуляციებ და მოზიდვას, პრივაროტებს გიკეთებდათ, სექსუალურ მიბმას გიკეთებდათ, მაგრამ იყავით თქვენ ერთხელ კი გქონდათ ურთიერთობა, შეხვედრა გქონდათ, მაგრამ მერე რა არის, იცით, გამოხვედით ისე ურთიერთობიდან, იმიტომ რომ თქვენ თითქოს სიტუაციის გადასამოწმებლად მიხვედით, ან მიიღეთ ეს ადამიანი ისევ მიხვდით, ხო? მაგრამ ნეგატივი ისევ უკან შეუშვით, ახლა თუ გქონდათ ინტიმური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, შეუშვით, მაგრამ უკვე დამთავრდა და ამ მამაკაცის სიტუაცია მიხვდა, რომ ესე იგი ამას დაეწყო, რასაც თქვენზე გიკეთებდათ, აბრატკები წავიდა, ბუმერანგები წავიდა და ასევე გასულელება ჰაერიდან მენტალზე დაარტყა, მენტალზე ეს დამოკიდებულია აი ამაზე, манипуляციაზე, სიგარეტზე თუ არა, სიგარეტს რო გავს იმაზე, დალევით იმდენად არა, მაგრამ ადრე უყვარდა ესე ვიტყვი განვიხილავ, შეიძლება ერთადაც სუფრა გქონდათ, ან მის სახლში, ან სადმე თქვენთანაც, კი, არ გამოვრიცხა, მაგრამ დამთავრდა ეს სიტუაცია და ძალიანაც კარგი, აღარ გინდათ ურთიერთობის გაგრძელება. აი ეს უნდა მიმექცია ყურადღება, სხვანაირად არ გამოვიდო და გოგოებო. გასაგებია. იცით რა არის, ვიღაცას გაძლევთ ახალ პიროვნებას, მამაკაცს გაძლევთ გოგოებო, აი ქოლგა გახსნილი, ამ ზაფხულს მეუბნებიან ოქტომბრის დასასრულამდე. აბა იმასქენით, დაიმახსოვრეთ და მიაქციეთ ყურადღება. თქვენ კი არ ეძებოთ, არა, მთლადაც ნუ მოეშვებით. აქ არის კალათა გაიხსნა, კლიტე გატყდა, ბედნიერება გეწევათ. კი, ამ ზაფხულში ნამდვილად ამ წელს გექნებათ ქორწილი, ან თქვენი შვილები დაქორწინდებიან, თქვენი გოგოები გათხოვდებიან, აუცილებლად იქნება. აგერ ანგელოზი აი ესეთი დრაკონი მე რომ მყავს, ხო, აი ზუსტად აი ესეთი დრაკონი, აი აქ, ჩქარობს, კინაღამ გამივარდა, აი როგორ გაჩვენოთ. აი ამ ადგილში, აი ესე მოქრის, აი აქ, მოქრის თეთრი კარგი ამბებით და აი როარელოდები, აი ესე შემოდის თქვენ ცხოვრებაში ბედი, იღბალი გეხსნებათ, მიხვდით, ხო? გასაგებია. აქ ამოდის დახუნძლული დიდი მუხა, თქვენი წინაპრები გეხმარებიან, აქამდე რომ ჩაკეტილი გქონდათ წვდომა უფალთან და არ იყო ეს შემოშვებები და აი ეშმაკისგან აი ეს განდევნები და ბლოკები გქონდათ, ხო, მასშტაბური, ხო? ეხლა პირიქით მოდის სიყვარული, პირიქით თქვენს გაიგებთ რა გინდათ გოგოებო, ვინ გინდათ და სიტუაცია რომ დახურეთ, ეს აქ ძალიან კარგი სანთელს დააკვირდით როგორც ციმციმებს, ესე იგი ჩემთან ერთად საუბრობს და ჩემთან ერთად ლაპარაკობს. ისე ცოტა ხوار იმაშვება, რა ქვია, ხوار შევცვალო, ძალიან ხوار გირტყავთ. აი ესე იყოს. და მოკლედ მოდის დახუნძლული ბარაქა, მოდის პარტნიორი ჯიბესავსე, თქვენც გექნებათ კარგი ახალი შემოთავაზებები გექნებათ სამსახურებში ესე მეუნებიან, იქ გაცნობა იქნება, აუცილებლად იქნება ბარაქა, დოვლათი წარმატება სიტუაციიდან გამოსვლა. ვიღაცას საზღვარგარეთ გინდათ წასვლა მამაკაცებო, ჯერ რაღაცა გაქვთ დასახური საქმე, აი ანუ რაღაცა თქვენს ცხოვრებაში გაქვთ მოსაგვარებელი, რაც ეს ეშმაკი ან ბოლომდე წმენდა არ დაამთავრეთ და ის გიშლით ხელს. ჯერ გაიწმინდეთ და ამთავრეთ, იმიტომ რომ აი ეს სიშავე გადმოდის აქეთ და ნუ გადმოიყვანთ ან ნეგატივს ნუ შემოუშვებთ. აქ ბავშვი ვისაც გინდათ აუცილებლად იქნება, ორსულობაც ამოდის გოგოებო, ბიჭებო. ნუ თავი გაქვთ ქუთში, ყველაფერი რაც ჩაფიქრებული გაქვთ, კარგად იქნება, 33, 27, 18 ეს წლები ამოვიდა, გოგოებო, ბიჭებო, 42 ამოვიდა.
აქაც თქვენი ხე წარსულში რაც ესე იგი აშენებდით და ვერ ააშენეთ, ეხლა აი აგერ შენდება გენაცვალი. აი დახუნძლულია მომავალში. აი ძალიან კარგი გამეხართ და ხო, აბა ეხლა ვნახოთ კიდე ვნახოთ, აქაც ხე ამოდის, აი პირდაპირ ხე. უყურეთ ხე. აი ეს ხე ამოდის, ყვავილი, ბედნიერება გეწევათ, აუცილებლად გეწევათ. კარგით, მე ხა ამას გადავდებ ასე და ნახოთ აბა კიდე ამ ეშმაკს მე ეს დავტოვებ, იმიტომ რომ გაწმენდა უნდა გავაკეთო და რა იქნება კიდე აბა ბოლოს და ბოლოს აი ბიჭებო, ყვავილები გიჭირავთ ხელში, აგერ პიკნიკზე გახვალთ, ერთად იქნებით, თეთრი ცხენი, მყარად ზიხართ სკამზე, უკვე იცით რა გინდათ და რა უნდა გააკეთოთ და ვისთან უნდა იყოთ. აუცილებლად აჰა გზების გახსნა იქნება, მედიტაცია, ანუ რიტუალები და აი ეს თქვენი ჩანაფიქრი, აუცილებლად იქნება შეხვედრა, აუცილებლად იქნება. მე აი ამ ორს დავტოვებ, 7-იან კვერთხებს და ეშმაკს ერთად დავტოვებ, რომ ესე იგი ეს აქ დღეს იგივე გაწმენდა მედიტაცია მოხდება და გაიწმინდებით გოგოებო, ბიჭებო, აი ამ ორს დავტოვებ ესე. გასაგებია. აი აქ გამზადებულია უკვე. აი, ციტრას ვიზავ მე. აი, ესე იყოს. აი, ასე. ჩანს. აი, ასე გავაკეთოთ. და მე ეხლა მაგრატელიც მოვამზადე, იმიტომ რომ მაგრატელი აუცილებელია ამ სიტუაციაში. აუცილებელია მაგრატელი. აი ასე რომ ჩავჭრა აი ეს ყველაფერი, რაც ესე იგი თქვენ ურთიერთობაში, რაც აქ ამოვიდა, გოგოებო, ბიჭებო, რაც აქ ამოვიდა, ყველაფერი ესე იგი წავა, ყველაფერი გაატანეთ, აი ამ ნახეთ კუკლა დაიხატა, ვიღაცა თქვენზე ძალიან ერთობა, გოგოებო, ბიჭებო, აი გული ამოვიდა, ნახეთ როგორი ბუშტებია და კუკლა ვუდუს რო ეძახიან, აი ეგ აქვს, ან გაკეთებული აქვს რაღაცით და ერთობა რა და ეხლა ეს რკინები, აი ეს რასაც გარჭობთ, ნახეთ როგორი სროლა, ნემსები და ეს ყველაფერი უკან მიუბრუნდება, მიხვდით ხო? უკან მიუბრუნდება, აი მზე, თქვენი მესამე ჩაკრა გიკეტავენ, რომ ბედნიერი არ იყოთ, გოგოებო, ბიჭებო. ნახეთ როგორი ესე იგი ცხრიანი დაიწერა, ეშმაკი ამოვიდა, აი აქ პირდაპირ ეშმაკი ამოვიდა ლარვა, ესე იგი ეს პროგრამა ჩადებული, რომ ესე იგი სულ უთანხმოება გქონდეთ ცხოვრებაში, უთანხმოება რო გქონდეთ ცხოვრებაში. მიხვდით ხო? აქ ამოვიდა ბაბკას ვეძახი ხოლმე მე, უკვე აი ნამდვილად ყავაშიც ამოვიდა, რომ ზის და თქვენზე ესე იგი რიტუალებს აკეთებს და რაღაცებს წვავს, მიხვდით ხო? ესე იგი აქ ორსულობაც ამოვიდა ნაყოფი ეხლა მარტო ორსულობას არ ნიშნავს, შეიძლება რაღაცა საქმესთან დაკავშირებული ხო სიტუაცია, აი ვერ მიყავთ ბოლომდე, ну თქვენი სიტუაცია გოგოებო, ბიჭებო, ხო, თქვენი ურთიერთობა, ნახეთ რა სიშავია ხალხნო, უყურეთ რა სიშავია, უყურეთ.
უყურეთ რა სიშავე ჩამოდის და აი ამას ნინია ეხა ყველაფერს მოგაცილებთ, რაც თქვენ ურთიერთობაში, აი აქ მგელი ყმუის მგელზე იყო დასმული რაღაცა, დათვის მუცლის ქონია აქ ნახმარი. კიო, პაპა, აქ ზიან ლაპარაკობენ, განიხილავენ თქვენს საქმეს, აქ ბუმერანგებიც მისდით. აი აქ ამოვიდა დიდი სული, ვიღაცა კაცის სული ამოვიდა, მეგობრებო. აქ გასაღებები, აი ჩაკეტვა იყო ჩაკეტვა. იყო აქ ჩაკეტვა, ნამდვილად იყო. ნახეთ რები ხდება. რამხელა გველია, ხედავთ? რამხელა გველია და ნახეთ ხალხნო როგორ გათეთრდა თქვენს წინ გათეთრდა ყვითელი სანთელი გაშავდა მერე გათეთრდა უყურეთ რეები ხდება უბრალოდ უყურეთ რეები ხდება და ჩაგიქრათ სანთელი ოპა ჩაგიქრათ სანთელი აქ გითხარით ვიღაცას ძინავს და თქვენ ხედავთ სიზმარში გოგოებო ბიჭებო რომ ბედნიერი არ იყოთ ბედნიერება არ გეღირსოთ აი ეს არის ნამდვილად დადებული აქ ეხლა აი ეს რაც თქვენ ჩანაფიქრები გაქვთ ეს მედიტაციის ტარო იმიტომ დავტოვე ყველაფერი აგისრულდებათ აი ამას ხსნი რაც თქვენზე იყო გოგოებო ბიჭებო გაკეთებული თქვენი სახელები დაასახელეთ და თქვენი პარტნიორის სახელები ხსნი ამ დისტრუქციულ პროგრამებს რაც თქვენს ურთიერთობაზე იყო აქ იწმინდება ახლა დადებული ეს პროგრამები აქ იწმინდება ახლა თქვენი ურთიერთობა და აი ამ ყველაფერს გიხსნით გზებს არა აქვს მნიშვნელობა რომელი გზებია ყველა გზებს გიხსნით გისუფთავებთ ბედს რაც ჩაკეტვა იყო აი იმაზე დადებულ კლიტებს ხსნი ვანადგურებ თქვენგან ხსნი ნახეთ როგორ ისვრის და უკან მისამართზე მფლობელთან ვუშვებ ვინც გამოუშვა ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა დამკვეთია თუ გამკეთებელი თუ პრაქტიკოსი ყველასთან უშვებ უკან აბსოლუტურად ერთი ერთში ნახეთ წყევლა შური აი ეს ჩაკეტვები თავის ტკივილი აი ეს პროგრამები მენტალურ სიტუაციას პლანს გისუფთავებთ გოგოებო ბიჭებო და აქაც სული დაიხატა აქ ისინი ჟდუნები ქვია და ედუინები ისინიც ჩასმული ყავთ სახსრები ვისაც გაწუხებთ და იწმინდავთ და ექიმთან დადიხართ და არ გშველით აი ესენია ჩადებული თქვენ პირადად გაწმენდა დაგჭირდებათ გოგოებო ბიჭებო აუცილებლად სადაც ეს პროგრამა ამოვიდა იცით შემაქანა სადაც ეს პროგრამა ამოვიდა, აქ თქვენ პირადი გაწმენდა დაგჭირდებათ, არ ვხუმრობ, ნახეთ რეები ამოვიდა. უყურეთ რეები ამოვიდა, ხო ხედავთ? ახეთ რეები ამოვიდა, აქ გათეთრდა ეს თეთრი სულები, აი აქ არის ესე იგი ჩაკეტვები იყო, აი ეს გველები აქ გულებზე სამკუთხედები, აქ ფინანსებიც არის, ნუ თქვენ წარმატებაზე ან გოგოებო კარგი ფულიანი ანუ ფულიანი ახლა ცოტა ისეთ ნათქვამია რომ არ შეგვდეთ წარმატებული ადამიანი ჯიბესავსი ადამიანი რომ იწვალოთ და ფინანსები კრახი განიცადოთ იგივე გაიწმინდა რაც ტაროზე ამოვიდა აქ სუიციდი იყო რა თქმა უნდა აქ იყო მცდელობა რომ თქვენ ესე იგი არ გამოხვიდეთ მდგომარეობიდან მთელი თქვენი სხეული აი ესე თოკი გაქვთ მე მაქვს ბუმერანგი გავუშვი თოკზე პორჩა ყველაფერი და უყურეთ მაგ რიტუალს ახალი ჩაწერილი მაქვს მაგრამ ძველი რიტუალებიც კარგად მოქმედებს სტუმრებო გამოიწერეთ არხით ნინიას არხით მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვისაა მოიწონეთ ვიდეო
აქ ცხენი ამოვიდა, აქ ამოვიდა, რომ ესე იგი თქვენ სილამაზეზე სხეულზეა გაკეთებული, მეგობრებო, აქაც სულები, აი ეს რომ გათეთრდა, აქ სულებია და აი აქაც სახეები და ეს ფრთები, შავი ანგელოზის ფრთები ამოვიდა და აქაც უყურეთ თოკებზეც მუშაობენ და ასევე სუიციდზე, სიყვარულისკენ ან ჭკუიდან რომ გადავიდეს ადამიანი, მოკლედ ეგეთი რაღაცეებია. უკან გაუბრუნდეთ ეს ყველაფერი. კარგით, მე ეხლა ვნახავ აბა როგორ ჩატარდა უფლის წყალობით რიტუალი. ამას ავიღებ უკვე, იმიტომ რომ გრძნობრო დაბალანსდა, ენერგია დაბალანსდა. ნახეთ, რეები მოხდა, მეგობრებო, რეები. გადმობრუნდა, თვითონ გადმობრუნდა. მოდი ვნახოთ, აბა რა გადმობრუნდა. დაბალანსდა სიტუაცია, იგივე, ნახეთ, ანგელოზე ამოგივიდათ ხალხნო, ნახეთ, მადლობა ანგელოზებს, მადლობა, ეს არხანგელი მიხაელია, მადლობა და გვერდში დგომისთვის, რომ მე და ჩემი გამომწერები, გოგოები, ბიჭები გაგვანთავისუფლე აი ამ საშინელი ვითარებიდან, რაც იყო ამათ თავს, ჩვენს თავს. და მიდიხართ, იცით, აი მზეზე გადიხართ, უყურეთ, როგორ გადიხართ უკვე, პოულობთ, აი გაწმენდა ეხა ცეცხლით, ნახეთ, როგორ გაიწმინდა აქ კოცონი ცეცხლი რო ვიხმარეთ, აბრუდამე ხვა სერიოზულად გეუბნებით. აქ მერე აგერ ნახეთ, თქვენი ბედის ბორბალი როგორ იცვლება, ნახეთ ეს ბუმერანგი წაუვიდა, ეს წყევლები, ჩაკეტვები რაც იყო მტერს უყურეთ, რომ იმალება, ეს უკვე არა მარტო დამკვეთია, ეს პრაქტიკოსიცაა და ნახეთ the world, ესე იგი მსოფლიო გარღვევა გექნებათ, გოგოებო, ბიჭებო, ძალიან მიხარია, რომ ესეთი რაღაცები დაჯდა და ეხლა კიდევ ნახოთ, რომ რასაც ვაპირებდი, მაგრამ აი რა იყო ბოლოში. გენაცვალე, ნინიან დაგიჯდათ. დამტოვეო, კარგი დაგტოვებ, ესე იყოს საუცილებელია. ნინია დაგიჯდათ აქ. ნახეთ, წამოედო. ნახეთ? ეშმაკს არ მოეწონა, თქვენს წინ ხდება ყველაფერი, თქვენს წინ. და ვნახოთ, აბა რა დარიგება. ესე იგი, დარიგებაზე ამოვარდა ეს ტაროდან ეს აი აქედან ისევ. და დამტოვეო, ესე იგი, უნდა დავტოვო, აქ გადაყირავდა, ესე იგი, უკვე წავიდა ბუმერანგი და იცით როგორ თავისუფლად ვგრძნობ თავს, ასევე თქვენც იგრძნობთ ესე თავისუფლად, გოგოებო, ბიჭებო. აბა როგორ გაიწმინდა, ჩემი გოგოები, ბიჭები, ჩვენ. აი უყურეთ. ათიანი კვერთხები ჩამოკარგებო, გამყარება, განაღდება, სახლის შეძენა, სახლი გაგისუფთავდათ, ურთიერთობა, სახლი რა არის, იგივე ურთიერთობა, ხო, წყვილისგან შედგება. ნახეთ როგორი მოსავალი გაქვთ, ნახეთ აქ ეს ბაყაყები რაც იყო გომბეშოები და თქვენზე ნამუშევარი, ესენი გაიქცნენ, უყურეთ, მირბიან თქვენი ოჯახიდან, თქვენი სიტუაციებიდან მირბიან და ახალი ცოცხით მოგვით, ესე იგი გაგისუფთავდათ პირველ რიგში ურთიერთობა სახლებშიც გაგისუფთავდათ თქვენი მამაკაცი ასევე კმაყოფილი იქნება ბიჭებო თქვენც გასუფთავდით ეს მოსვლასაც ნიშნავს შერიგება კმაყოფილება რაც იყო ღამე ნამუშევარი და იყო ატემა არის ასეთი დამთვარეებზე და აი მაგია რაც იყო გაკეთებული იმიტომ ამოვარდა ეს ნინია აქ რომ ესე იგი იცოდა რა ამოვიდო და უფალმა და ჩემმა ძალებმა ნახეთ როგორ ჩაჭრა ეს უკან მიუბრუნდა დააკვირდით აი რაც ნამუშევარია წაკითხულია წიგნებიდან და ასე შემდეგ რაც ვახსენე ზუსტად ხო აი ისინი გაიწმინდა
და ეხლა ბიჭებო და გოგოებო, აი თქვენ ნახეთ თქვენი ურთიერთობა, აი ნახეთ როგორ ახართ. დაეხმარებით ერთმანეთს, შეიძლება ახალი ნაცნობობა, შეიძლება ახალი ურთიერთობების განახლება და გაწმენდა. ყველაფერი კარგია. აბა კიდე ერთს მეუნებიან და დავამატებ და გაგიშვებთ. ოხ. იცით რა არის ეგრევე აი რაც გამოშვებული იყო თქვენთან ეს ხმლები და რაც ესე იგი ურთიერთობაში ხელს გიშლიდათ და დაპაუზებული იყო და გაგიჩერდათ ეს ყველაფერი ხო გაგიჩერდათ შეგიჩერდათ ხო გოგოებო ბიჭებო გზები გეხსნებათ და აი ფორტუნა და ურთიერთობა და ამით დავამთავრებ ესე იგი იქ უკვე დამხმარეები გამოგიჩინეს წინატაროზე ბედის ბორბალი ამოვიდა აქ ფორტუნა დაიწყო თქვენი ბედის გახსნა და ეს კიდე მიმანიშნებელია რიტუალებს უყურეთ ბედის გახსნაზე და გაწმენდაც არის გაიწმინდეთ და გაიხსენით იმუშავეთ ყოველ თვე აქ არ გამოვა ისე რომ ერთხელ გააკეთო და ხალხი თვეობით და წყლობით მუშაობს და მამაკაცი ან ქალბატონი რო დაბრუნდება ეს იმას არ ნიშნავს რომ ჰოპ და მე უკვე მივაღწიე რაღაცას არა ეს არის რომ უნდა გააგრძელოთ გაამყაროთ სიტუაცია გოგოებო ბიჭებო მიხვდით ხო მე აი ამით გაცილებთ აი ამ ქალბატონით გაცილებთ და ჩემი ძალებით გაცილებთ გამოსასყიდი იქნება 6 ლარი გენაცვალე და მერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ მომავალ შეხვედრამდე